კიევი 2014 წელი, ასე გამოიყურება ევრომაიდანი დღეს. დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე, სადაც უკრაინის ახლა უკვე ყოფილი ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას 77 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ხალხის ნაკადი არ წყდება. უკრაინელები აქ ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიან. დონეცკიდან ჩამოვედით, რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს. ღერთ მაქნას, რომ მშვიდობა იყოს. ძალიან ბევრი ვიტირე მათ გამო. მადლობა მათ, რომ თავი გადადეს ნათელი მომავლისათვის და მოგცეს იმედი, რომ რაღაც შეიცვლება. მადლობა მათ მშობლებს, რომ ასეთი შვილები აღზარდეს. თანამუგრძნობ და ღმერთს ვთხოვ, რომ გამძლეობა მისცეთ. დღეს მაიდანზე სევდიანი და ემოციური ადგილის პოვნა ძნელია. აქ არც ყვავილები, სანთლები, უკრაინის დროშიანი ლენტები გულზე და ცრემლიანი თვალები უყვარს ვინმეს, არც ყულაბები, რომლებიც რამდენიმე წუთში ივსება, არც პლასმასის ჩაჩქნები, რომლებიც დაღუპულ მაიდნელებს ეკუთვნოდათ და არც რიგითი კიეველები, რომლებსაც სახლიდან საჭმელი და ტანსაცმელი მოაქვთ. ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი. მე მყავს შვილები, შვილიშვილები. არ მინდა რომ ასეთი რამ კიდევ განმეორდეს. იეროშენკოების ოჯახს მაიდანზე პატარა ჯიხური აქვს. ისინი მაიდნელებისათვის საკვებს ამზადებენ. ოჯახის უფროსი ამბობს, რომ მაიდანმა მძიმე დღეები გამოიარა. ახლა კი ყველაფერმა ექსკურსიის სახე მიიღო. ოჯახი იმწუთებს იხსენებს, რომელთა მომსწრენიც გახდნენ. Очень приятно, что выросло поколение. მიხარია, რომ გაიზარდა თაობა, რომელსაც არ ეშინია და რომელსაც ევროპული სტანდარტების მქონე თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება სურს. მე აქ 3 თვეა ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მოგვაქვს საჭმელი და მაიდნელებს ვყვებავთ. ასე ვცდილობთ მხარში ამოვუდგეთ მათ. მადლობლები ვართ, რომ საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. ჩვენ ვტიროდით, ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ხოლო სიცოცხლე უნდოდათ, მაგრამ სამშობლოსათვის გაწირეს თავი. თავად ნახეთ, როგორი სიტუაცია იყო. თქვენებიც დაიღუპნენ და ჩვენებიც. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისათვის. ყოველთვის ყველა სიტუაციაში ქართველების მხარდაჭერას ვგრძნობთ. ძალიან მადლობლები ვართ. ჩემი ქალიშვილი ახლახან დაბრუნდა. როცა აქ ბრძოლები იყო, ის საქართველოში იმყოფებოდა. გითხრა, როცა ქართველებმა ტელევიზორი ჩართეს და უყურებდნენ, რაც კიევში ხდებოდა, მთელი ოჯახი ტიროდაო. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ სახლში წავიდა, თუმცა ნაწილი კვლავ რჩება. ისინი საკუთარ თავს მაიდნელებს უწოდებენ და არჩევნებამდე დაშლას არ აპირებენ. აქ წესრიგს თავად იცავენ და ერთმანეთს ეცრუნავენ. მაიდანზე ქართველები ბევრნი არიან. ომარ ტატიშვილი უკრაინაში თითქმის 20 წელია ცხოვრობს. ის ერთ-ერთი პირველია, რომელიც აქციებს ნოემბრიდან შეუერთდა. პროვოკაცია სხვადასხვა ბერკუტის მხრიდან. და იყო ბერკუტის მხრიდან, იმიტომ რომ ეძებდნენ მიზეს საბაბს, რომ გაეწმინდათ მოედანი. რანაჯერაც ესე იგი იყო მცდილობა მოედნის გაწმენდის. ძირითადად აქცენტს დასავლეთი უკრაინა აკეთებდა, მაგრამ ყოველთვის მოდიოდნენ ესე იგი, გვეხმარებოდა თვითონ კიეველები რა. ეს უნიკალური ხალხი არის, არ მეგონა რომ კიეველები აი ასე დადგებოდა. და ყოველთვის ესე იგი დახმარებაზე, კიეველები იყვნენ ყოველთვის რა. ახლაც რომ იყო შტურმი, ახლაც ღამე, ესე იგი მოდიოდნენ კიეველები, არც საიდან შემოდიოდნენ, რანაირად მოდიოდნენ, იმიტომ რომ სინამდვილეში ბევრი ხალხი არ ყავდა რა. აი მას даже არ ვფიქრობდით, რომ აქ გადარჩენის შანსი ნახდა ცოტა იყო მაშინ. იმიტომ რომ აბსოლუტურად უიარაღო ხალხი გუბინკებით ვერ გავუკლავდები. სამხედრო ხალხს, რომლებსაც ავტომატები აქვს. მაიდანზე მდგარ ქართველებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც კიევს სპეციალურად აქციებში მონაწილეობისათვის ეწვივნენ. ერთ-ერთი მათგანი შეტაკებების დროს დაიღუპა. ქართველების კარავთან დათო ყიფიანის ფოტო და შესაწირი ყუთი დევს, რომლითაც მაიდნელები მისი ოჯახისათვის ფულს აგროვებენ. ბევრია ყვავილებიც, რომლებიც უკრაინელებს ქართველების კარავთან მოაქვთ. Для нас имеет очень большое значение. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. აქ იყვნენ ქართველები, რუსები, კიეველები, დონეცკელები, ყველა არ ვიცი. როცა ჩვენთან უკრაინაში მეამბოხეები იბრძოდნენ, ასეთი დევიზი ჰქონდათ, ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის. მე ვფიქრობ, რომ სწორედ იგივე დევიზი მოქმედებდა ახლაც. Боролись повстанцы. თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის ეს ის სიტყვებია, რომელსაც მაიდნელები ჩვენი ეროვნების გაგების შემდეგ გვეუბნებიან. მათ ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრებთა ნაწილს, მტკიცედ სწამთ, რომ ორ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მათი ბედი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ეს ყველაფერი მაიდანზე ხდება. ბაიდენის იქით კი კიევი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას.